ვაჯამებთ გარკვეულწილად ჩვენს რუბრიკას, ჩვენს წამყვან სტუმრებთან ერთად და მადლობა ამისათვის. შეიძლება გავყვეთ ამ ნაწილს, შეჯამების ნაწილს და ბოლო სიახლე, რომელიც ვნახეთ, იყო OECD-ის წევრი ქვეყნების 25 წლის მონაცემთან შედარებით საქართველოს პოზიციები, საკმაოდ დამსახურებული მოწინავე პოზიციები საპენსიო ფონდის რეალურ ამონაგებთან მიმართებაში, თუ შეგვიძლია განმარტოთ უფრო დეტალურად, რომელ ქვეყნებზე ვსაუბრობთ, გასაგები OECD-ის წევრებთან დაკავშირებით, რომელ ქვეყნებზე ვსაუბრობთ და რას ნიშნავს, რომ ამონაგების კუთხით მოწინავეები ვართ? სალამი კიდევ ერთხელ გიორგი, დიდი მადლობა დაპატეჟებისთვის. ნამდვილად OECD-მ გამოაქვეყნა საპენსიო ფონდების სტატისტიკა 2025 წლის მომგებიანობის შესახებ. OECD აერთიანებს ეს სტატისტიკა მოიცავს როგორც OECD-ის ქვეყნების წევრ ქვეყნებს, ისე სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის საქართველოსაც. აქ შედიან წამყვანი განვითარებული ქვეყნები, როგორც ევროპიდან, ისე განვითარებული ქვეყნები ამერიკის, აზიის, აღმოსავლეთის, მათ შორის საქართველოს სტატისტიკაც არის მოცემული და აჯამებს 2025 წელს როგორც ნომინალურ, ისე რეალურ ამონაგებს საპენსიო ფონდების, ჩვენი ტიპის საპენსიო ფონდების. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ როგორც იცით, სამი პორტფელი გვაქვს, ეს არის დინამიკური, დაბალანსებული და კონსერვატიული, რომლებმაც 2025 წელს განსხვავებული მომგებიანობა აჩვენეს, როგორც რეალური, ისე ნომინალური და როდესაც შევადარეთ და OECD-მ გამოაქვეყნა ეს მონაცემები, მეოთხე ადგილზე არის ჩვენი დინამიკური პორტფელი რეალური ამონაგებით. დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 2025 წელს შეადგინა 10.8% და ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მოწინავე პოზიციებზე არიან მაგალითად პოლონეთი, ისრაელი, სადაც უფრო მეტი იყო მაგალითად აქციების წილი. ჩვენ როგორც იცით, დინამიკურ პორტფელში დაახლოებით 55% აქტივების არის ინვესტირებული საერთაშორისო აქციებში, დანარჩენი არის ადგილობრივ ბაზარზე და აქციების ბაზრისთვის კი 2025 წელი ძალიან პოზიტიური იყო და შესაბამისად ეს აისახა ამ ქვეყნების მომგებიანობაზე. საკმაოდ მოწინავე, ანუ ათეულში შედის ჩვენი დანარჩენი ორი პორტფელიც, დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელი, მათი მომგებიანობა შედარებით დაბალი არის, მაგალითად კონსერვატიული პორტფელის რეალური ამონაგები ინფლაციის გათვალისწინებით დაახლოებით 7% იყო. ამ მაჩვენებლითაც ტოპ 10-ში შევდივართ და ეს მართლაც საკმაოდ კარგი მიღწევა არის ჩვენი ფონდის და ჩვენი მონაწილეებისთვის. კი ბატონო, მართლაც გამორჩეული მიღწევა ამ კუთხით, რაც ცალსახად ადასტურებს ძალიან სწორ საინვესტიციო ხედვას, რომელიც სამშობლოში ფონდს აქვს. კი, გასაგებია, რაც უნდა ვსაუბროთ 2025 წელი აქციებისთვის იყო წარმატებული, მაგრამ სწორად უნდა ამ აქციებს შერჩევა და მადლობა ამისთვის, რომ საკმაოდ ესეთი საინტერესო შედეგები, შთამბეჭდავი შედეგები დაგვიდეთ, ასე ვთქვათ, ამ პერიოდის განმავლობაში. და აქვე მოდით უახლესი მაჩვენებლები ავიღოთ, ივნისის მაჩვენებლები და შევაფასოთ ივნისის მაჩვენებლები, რა ვითარება გვაქვს. ივნისში ვეღარ მოვასწრებთ ივლისს მერე და უკვე სექტემბერზე ვისაუბროთ ივლისის დაწესებულებაზე. ივნისში შევაფასოთ. პირველი ნახევარი 2026 წლის ასევე საკმაოდ აქტიური იყო, განსაკუთრებით ეს გლობალური აქციების ბაზარზე, სადაც ვნახეთ საკმაოდ მაღალი ზრდა აქციების ბაზრის. მიუხედავად იმისა, რომ მერყეობა გქონდა, როგორც იცით, ეს პირველი ნახევარი რო შევაფასოთ, ბევრი გეოპოლიტიკური ცვლილება მოხდა, მაგალითად გქონდა რეგიონში ომი, ირანში ომი დაიწყო, რამაც რა თქმა უნდა გავლენა იქონია აქციების ბაზარზე და გარკვეული პერიოდი, აი პირველ კვარტალში ვხედავდით საკმაოდ დიდ მერყეობას, განსაკუთრებით დინამიკური პორტფელისთვის, სადაც აქციების წილი შედარებით მაღალია. თუმცა ამის მერე, როგორც იცით, დასტაბილურებული არის სიტუაცია, ნავთობის ფასებიც მერყეობს, თუმცა მაინც ჩამოსულია იმ მაღალ მაჩვენებლებთან შედარებით, შესაბამისად ინვესტორების განწყობები აქციების ბაზრების მიმართ გაუმჯობესებულია ამ ბოლო პერიოდში და ჯამურად პირველი 6 თვე რო შევაფასოთ, აქციების ბაზარი ისევ ინარჩუნებს ჩვენს აქტივის კლასებს შორის. წლის 6 თვის პირველი 6 თვე რო შევაჯამოთ, მაინც ინარჩუნებს ლიდერობას მომგებიანობით და ეს აისახება აი ჩვენი სამი პორტფელის მომგებიანობაზეც. ანუ 6 თვის მონაცემები, დინამიკური პორტფელის მომგებიანობა მხოლოდ 6 თვით არის 8.5% და ეს მაჩვენებელი კონსერვატიული
პორტფელისთვის არის დაახლოებით 6.5%. ანუ კიდევ ხედავთ, რომ დინამიკური პორტფელი ინარჩუნებს აი ამ მერყეობების მიუხედავად მაღალ მომგებიანობას. კონსერვატიული საკმაოდ სტაბილური შემოსავალია 6.5% ნახევარ წელში არის ნამდვილად კარგი შედეგი, რასაც ერთის მხრივ როგორც იცით, კონსერვატიულსაც აქვს ინვესტიციები განხორციელებული აქციების ბაზარზე, თუმცა ადგილობრივი აქტივების წილი მეტია და აქაც მომგებიანობა საკმაოდ სტაბილური და დამაკმაყოფილებელი არის, რაც აისახება ამ პორტფელის მომგებიანობაზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ჯამური შეფასება არის საკმაოდ ძალიან პოზიტიური, ვთქვათ ასე, 6 თვის მაჩვენებლების, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით. აუცილებლად მინდა გითხოთ ამ 6 თვეს მოკლედ თან ახლდა და ახლავს მე-7 თვესაც საკმაოდ ისეთი გაურკვევლობა, турბულენცია, ბევრ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ საკმაოდ турბულენცია მსოფლიო ბაზარზე სხვა პროდუქტებთან, განსაკუთრებით ნავთობთან მიმართებაში და გულისხმობთ турბულენციის ამ ნაწილს ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, სადაც ახლაც ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია რა როგორ შეიძლება იყოს. ამ კუთხით საპენსიო ფონდის საინვესტიციო სტრატეგიაზე რა გავლენას ახდენს, ასე ვთქვათ, ეს ტრენდები, როგორ აკვირდებით, აი არის მომენტი, როდესაც ვთქვათ, რისკების მაჩვენებლები უფრო მეტ ალარმზეა, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, როდესაც ესეთი მერყეობა არის, ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით ჩვენი პორტფელის დინამიკას, როგორ იცვლება ფასები, რა გავლენა აქვს ჩვენს პორტფელზე და როდესაც ესეთი ტიპის გეოპოლიტიკური მოვლენები ხდება, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს მომგებიანობაზე, ამას ვაკვირდებით განსაკუთრებით და ჩვენთვის მთავარი მიდგომა მსგავსი ტიპის რისკების ჰეჯირებისთვის, ანუ რომ დავიცვათ ჩვენი პორტფელი, ეს არის დივერსიფიკაცია და ის აქტივების განთავსების სტრატეგია, გრძელვადიანი ხედვა, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვანახლებთ. ეს გულისხმობს იმას, რომ არ გავაკეთოთ მაგალითად ზედმეტი კონცენტრაცია ან რომელიმე ქვეყანაზე, ან რომელიმე სექტორზე და ჩვენი აქტივები იყოს რაც შეიძლება დივერსიფიცირებულად განთავსებული. არის რეგიონები, როდესაც მაგალითად თუნდაც ნავთობის ფასები გაიზარდა, რომლებიც ამ ნავთობის ფასების ზრდით ხეირობენ. აი მაგალითად ლათინური ამერიკის ქვეყნები, რომლებიც არიან ნავთობის ექსპორტიორები, როდესაც ფასები გაიზარდა და სხვა აქციის ბაზრებზე ფასების შემცირება ვნახეთ, ლათინური ამერიკის კომპანიები გაიზარდა და აი ამან უზრუნველყო ის, რომ ეს მერყეობა შეემცირებინა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხედვა მიმართულებით არის დივერსიფიკაცია და ჩვენი ეს აქციების პორტფელი არის დივერსიფიცირებული, თითქმის 9000 კომპანია შედის ჩვენს პორტფელში სხვადასხვა პროპორციით. აქ შედის როგორც ამერიკის ტექნოლოგიური კომპანიები, ისე ამერიკის სხვა წამყვანი ინდუსტრიების წარმომადგენლები, ეს იქნება საბანკო სექტორი თუ სხვა საყოფაცხოვრებო ბრენდები, რომლებიც ჩვენ გაგვეგვია. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, გვაქვს მაგალითად ევროპული კომპანიები, სადაც ტექნოლოგიური კომპანიების წილი ისეთი დიდი არ არის. შესაბამისად, ეს მერყეობაც უფრო სოლიდური კომპანიები არის და მერყეობაც ნაკლები აქვს. გვაქვს აზიური კომპანიები, განვითარებადი ბაზრები, რომლებსაც სხვადასხვა ფუნდამენტური ფაქტორი უწყობს ამ ბაზრების ზრდას ხელს და შესაბამისად მსგავსი გეოპოლიტიკური მერყეობები, აი ესე პირდაპირ ანუ მთლიანად არ იწვევს ჩვენი პორტფელის შემცირებას, არამედ დაბალანსებულად ხდება ეს კი ბატონო, ეს დივერსიფიცირება უცხოურ ბაზრებთან მიმართებაში, ინვესტიციებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ამ კუთხით. ხა უცებად მინდა გადავიდე კიდე ერთ საკითხს, რომელზეც მუდმივად ვკითხულობთ ხოლმე ამ საკითხს. სხვათა შორის სოციალ-ქსელში შემხვდა რამოდენიმეჯერ კამპანია რაღაცა საპენსიო ფონდიდან თანხა რაღაც როგორ შეგვიძლია გამოვიტანოთ და ასე შემდეგ რაღაც ესეთი ნაწილი არის ხო ხა რაღაც მომენტში ემოციებზე თამაშსაც ვხედავთ ხოლმე ხო რაღაც თანხას უყურებ და უცებ ვიღაცა გიბიძგებს რომ თურმე შეგიძლია რომ ეს თანხა აიღო და წაიღო, მაგრამ სინამდვილეში კიდევ ერთხელ რომ განუმარტოთ მოქალაქეებს რომ როგორ მუშაობს ასე ვთქვათ ეს ნაწილი, საპენსიო ნაწილის დაზოგვა ასე ვთქვათ, საპენსიო თანაზოგი როგორ მუშაობს და მეორეს მხრივ ის რომ პროცესი გამჭვირვალეა სულად და ყველა შეუძლია ნახოს.
კი, ჩვენ როგორც იცით, ეს რეფორმა 2018 წელს დაიწყო და 2019 წლიდან ვახდენთ შეგროვებას აქტივების. ჩვენი მონაწილეები არიან დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი მთელი საქართველოში, ვინც კი მუშაობს. როდესაც მუშაობას იწყებ და ასევე ინდიმეწარმეები, როდესაც მუშაობას იწყებ, შენი დანაზოგიდან 2%, შენი ხელფასიდან 2% გადმოირიცხება საპენსიო ფონდში, რომელსაც ასევე 2%-ს ამატებს დამსაქმებელი და უმეტეს შემთხვევაში რაღაც ხელფასის რაღაც დონემდე სახელმწიფო დამატებით წახალისებას ახდენს ამ რეფორმის და დამატებით 2%-ს გჩუქნის. ანუ პირველივე დღიდან, როდესაც მუშაობას იწყებ, შენი ეს რო წარმოვიდგინოთ 100 ლარიდან 2 ლარი სამმაგდება და ხდება 6 ლარი. ეს 6 ლარი მერე მოდის საინვესტიციო სამსახურში, საპენსიო ფონდში და ხდება ამ 6 ლარის ინვესტირება. ამ 6 ლარზე დამატებით ინვესტიციების შედეგად ვიღებთ ამონაგებს, რაც როგორც აღნიშნეთ, რაც ფონდი გაეშვა დაახლოებით 10-11% არის ყოველწლიური მაჩვენებელი და ეს მოგება პროპორციულად ყველა მონაწილეს, ვისაც რამდენი დანაზოგი აქვს, იმის პროპორციულად უნაწილდება. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, ყველა ადამიანს აქვს თავისი საპენსიო გვერდი, რომელიც ჩვენს საიტზე არის ხელმისაწვდომი, შეგიძლია შეხვიდე და ნახო შენ მიერ შეტანილი თანხების მოცულობა, დამსაქმებლის, რომელმა დამსაქმებელმა რამდენი თანხა შეიტანა, სახელმწიფომ რამდენი კონტრიბუცია გააკეთა, საინვესტიციო ამონაგები რა იყო და ეს ყველაფერი არის ძალიან ღიად ნაჩვენები, გარდა ამისა, იმის მიხედვით, რომელი პორტფელი გაქვს არჩეული, ნაჩვენები არის ეს შენი მთლიანი დანაზოგი, როგორ არის განაწილებული აქტივების მიხედვით. სად არის, რა პროცენტი არის დეპოზიტებში, რა პროცენტი არის სახაზინო ობლიგაციებში და რა პროცენტი აქციებში და ეს არის ძალიან გამჭვირვალე, უბრალოდ ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის, რომ ეს არსებობს და შეუძლია რომ ნახონ. გარდა იმისა, რომ მობილურში ვხედავთ მობაილ ბანკში ამ თანხას. კი ბატონო და ამავდროულად ახლა დასაწყისში ამონაგებზე ვსაუბრობდით. ყოველთვის არის ხოლმე მნიშვნელოვანი გავიაზროთ, რომ ეს თანხა, რომელსაც ჩვენ ვიხდით, არ ნიშნავს, რომ უბრალოდ ვინახავთ, რომელსაც პირობითად 0 ლარი ერიცხება, არამედ ფაქტიურად ჩვენ ამ თანხას ვანთავსებთ, ვართ პასიურად ინვესტორები ამ კუთხით და აქ არის ხოლმე კითხვა ნომინალური და რეალური ამონაგები. რას ნიშნავს რეალური ამონაგები კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, აი ნომინალური ამონაგებისგან რითი განსხვავდება, რომ რეალურ დროში ჩვენ მეტი ფული გვჭება, ასე ვთქვათ. საპენსიო ფონდის მთავარი მიზანი, კანონით განსაზღვრული არის რეალური ამონაგების მაქსიმიზაცია. რეალური ამონაგები, ანუ ყველას იდეა არის და ამ დაზოგვის მთელი იდეა არის, რომ ამ ფულმა მსყიდველობითი უნარი არ დაკარგოს. ანუ ჩვენ რო საპენსიო ასაკს მივაღწევთ, ამ ფულს კონდეს იგივე, ან უფრო უკეთესი მსყიდველობითი უნარი, რაც დღეს აქვს. ეს აშინებს ზუსტად, რომ მე რა იქნება. ზუსტად. აი ამ მსყიდველობით უნარს განსაზღვრავს პირველ რიგში, განსაზღვრავს ინფლაცია. ინფლაცია არის ფასების ზრდა, რომელიც პირდაპირ ისახება მომგებიანობაზე და ინფლაცია არის ჩვენი მთავარი მექანიზმი, რომელსაც ვაკონტროლებთ და რომელსაც ვცდილობთ რომ ვაჯობოთ. შესაბამისად, ნომინალური ამონაგები არის ის რიცხვი, რომელშიც ინვესტიციას ვახორციელებთ, ანუ ნომინალურად ეს 100 ლარი რო განვათავსეთ, რა პროცენტი დაერიცხება. რეალური ამონაგები არის აი ეს ინფლაციის ფაქტორი რო გამოვრიცხოთ, ანუ ინფლაციის გათვალისწინებით რა რჩება, ანუ მსყიდველობითი უნარი რამდენით გამეზარდა. ეხლა მთლიან საპენსიო ფონდის ისტორიას რო შევხედოთ, ჯამურად მთელ აქტივებზე, რაც რეფორმა დაიწყო, მაქედან ნომინალური ამონაგები წლიური ყოველ წელს ამ 6 წლის განმავლობაში წლიური საშუალოდ იყო 11%, 10.5. რეალური ამონაგები ამავე პერიოდში, ოღონდ გაწლიურებული ესეც იყო დაახლოებით 4.5%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ რო შევხედოთ ამ 6 წელს საკმაოდ დიდი ინფლაციური წნეხები გქონდა ეს კოვიდის პერიოდსაც მოიცავს ეს პერიოდი და ამის შემდეგ გამოწვეულ ინფლაციასაც. თუმცა ასევე ბევრად მაღალი არის მაგალითად დინამიკური და დაბალანსებული პორტფელის რეალური ამონაგები, რაც დაიწყო ეს ფონდები. ჩვენ ეს ფონდები გავუშვით 2023 წლის აგვისტოში და აგვისტოდან მოყოლებული მაგალითად დინამიკური პორტფელის რეალური გაწლიურებული ამონაგები არის დაახლოებით 7%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ის დანაზოგები, რომლებიც დინამიკურ პორტფელში იყო, საშუალოდ ინფლაციის გათვალისწინებით 7%-ით იზრდებოდა ყოველ წელს. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ის მაჩვენებელი, როცა ჩვენი რეალური ამონაგები, ანუ
თანხა, რომელიც თუნდაც გადავიხადეთ 2018 წელს, დღეს აქვს უფრო მეტი, გვაქვს უფრო მეტი და მეტი $5 თუ არიან, ვიდრე მანამდე ქონდა, ამიტომ ამ კუთხით არის ყურაფერი არის, იმიტომ რომ ბევრი როდესაც უყურებს, რომ რა იქნება მომავალში, დიახ, თავარი მიზანი არის რეალური ამონაგები იყოს გაზრდილი და ბოლოსკენ ასე რომ ვთქვათ, წლის ბოლომდე გეგმები როგორია ამ კუთხით, როგორ ვაკვირდებით ვითარებას? წლის ბოლომდე გეგმები საკმაოდ ამბიციური გვაქვს, რასაც ხელს უწყობს ჩვენი აქტივების ზრდის მაღალი ტემპი. ივნისის მდგომარეობით აქტივების მოცულობა 9.6 მილიარდი შეადგინა უკვე და ეს მაჩვენებელი ეკონომიკურ აქტივობასთან და ჩვენ საინვესტიციო საქმიანობასთან ერთად ყოველთვიურად იზრდება. ერთ-ერთი დიდი მაილსტოუნი გვექნება, როდესაც 10 მილიარდს მივაღწევთ, ეს შორს არ არის ჩვენი აქტივების ზრდისთვის და ჩვენ ვინარჩუნებთ ამ აქტივების ინვესტირების პროცესს. იმ სტრატეგიის გათვალისწინებით, რომელიც შეთანხმებული არის, გამოვაქვეყნეთ ახალი განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, როგორ იქნება ეს აქტივები განაწილებული საშუალო ვადიან პერიოდში. კი ბატონო, ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ არაერთხელ ვისაუბრებთ წლის ბოლომდე და განვიხილავთ ვრცლად ამ საკითხებს. ანა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ აქტიური საქმიანობისთვისაც და მედიისთვის მუდმივად მზადყოფნის და ძალიან ესეთ დეტალური ინფორმირებულობისათვის წარმატებას გისურვებთ. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.